დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას საერთაშორისო რეზონანსიც მოჰყვა სირიის მიმართ სანქციების მოხსნა გადაწყვეტილია დამასკოს მიმართ სასანქციო პოლიტიკას 46 წლიანი ისტორია ჰქონდა. სირიის მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ნაბიჯი ადგილობრივთა ყოფას და ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს. არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა 25 წლიანი პაუზის შემდეგ რიადში ამერიკისა და სირიის პირველი პირების აუდიენცია. ტრამპს ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ გარდამავალი მთავრობის პირობებში დამასკოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი აქვს. ალ-შარაას მიმართ, რომლის წარსულის გამო საკმაოდ ბევრი კითხვა და მისი დაკავებისთვის თვეების წინ ჯილდოც იყო დაწესებული, თეთრი სახლის ლიდერმა არც საქებარი სიტყვები დაიშურა. ვინ იყო ჩართული შეზღუდვების მოხსნაზე, შეთანხმების მიღწევაში და რა პირობებით მოხდა სანქციების გაუქმება? ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონის შემდეგ შესაძლოა ანალოგიური ნაბიჯი ბრიუსელმაც გადადგას. ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აჰმედ ალ-შარაა იყო ძებნილი ჯიჰადისტი, რომლისთვისაც ამერიკის ხელისუფლებას 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ახლა კი მას როგორც სირიის პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერები ხვდებიან. დღეს რიადში დონალდ ტრამპსა და ალ-შარაას შორის დაახლოებით 9 საათიანი შეხვედრა შედგა. შეხვედრა საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ესწრებოდა. ასევე მათ ონლაინ ფორმატში შეუერთდათ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. შეხვედრის წინა გამოს დონალდ ტრამპმა სირიისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ჩვენ ამჟამად განვიხილავთ სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც დაიწყო პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან ჩემი შეხვედრით და თურქეთში სახელმწიფო მდივან რუბიოს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით. პრინც მუჰამედთან და პრეზიდენტ ერდოღანთან სიტუაციის განხილვის შემდეგ მე ასევე სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის განკარგულებას გავცემ, რათა ახალი დასაწყისი მივცე მათ. ეს მათ დიდების შანსს აძლევს. სანქციები ნამდვილად გამანადგურებელი, ძალიან ძლიერი იყო. მე ძალიან მტკიცედ მჯერა, რომ ეს მათ შანსს მიცემთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ იქნება მარტივი, თუმცა მათ ძლიერი შანსი ექნებათ. ჩემთვის პატივია ამის გაკეთება, ასე რომ ჩვენ გავაუქმებთ ყველა სანქციას სირიის წინააღმდეგ. რიადში საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპის მიერ სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილების გამოცხადებას აპლოდისმენტები და ოვაციები მოყვა. თუკი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანის რეაქციით ვიმსჯელებ, ამ გადაწყვეტილების მიღება მისი ჩართულობის გარეშე არ მომხდარა. თავად ტრამპიც აღიარებს, რომ სანქციების მოხსნა ბინ სალმანთან და ერდოღანთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა. მანამდე საერთაშორისო პრესა წერდა, რომ სირიის ხელისუფლება ვაშინგტონს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის მსგავსად წიაღისეულის შესახებ შეთანხმების გაფორმებას თავაზობდა. გსურს მივესალმოთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუშინდელ გადაწყვეტილებას მოუხსნას სანქციების სერიას, რაც შეამსუბუქებს ჩვენი ძმების, სირიელი ხალხის ტანჯვას და გადაშლის ახალ ფურცელს ზრდის და კეთილდღეობის გზაზე. ტრამპის გადაწყვეტილების გამოცხადება ზეიმი მოყვა დამასკოს ქუჩებში. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ამერიკული სანქციების მოხსნა დაასრულებს სირიის მრავალწლიან იზოლაციას, რომელშიც ქვეყანა ასადის დინასტიის მმართველობის პერიოდში მოექცა. სირიის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები 1979 წლიდან მოქმედებს, როდესაც ვაშინგტონმა ის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა და მას ფინანსური შეზღუდვები და იარაღის მიყიდვაზე ემბარგო დაუწესა. წლების განმავლობაში სირიის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები მკაცრდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკანასკნელად სირიის პრეზიდენტს 2000 წელს შეხვდა. ეს ჟენევაში ბილ კლინტონისა და ჰაფეზ ასადის მოლაპარაკებები იყო. 2011 წლიდან სირიაში ბაშარ ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებისა და ომის დაწყების შემდეგ კი ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მივესალმებით 15 წლიანი განადგურების, ალყის, დანგრეული ინფრასტრუქტურის, ელექტროენერგიის პრობლემების, მძიმე საცხოვრებელი პირობების შემდეგ მე მას მხარს უჭერ და უკეთესობისა და პოზიტიური ცვლილებების იმედი მაქვს. ვიმედოვნებ, რომ ცხოვრება გამოსწორდება. ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია თუ სანქციები ნამდვილად გაუქმდება. ვიმედოვნებთ, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან ხალხი ნამდვილად დაიღალა. ბოლო პერიოდში ძალიან რთულ პირობებში ვცხოვრობდით. ტრამპის შეხვედრა სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანია ალ-შარაას საერთაშორისო ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდასთან კავშირების გამო აკრიტიკებენ. თავად ტრამპმა მას მიმზიდველი ახალგაზრდა მებრძოლი კაცი უწოდა, ძლიერი წარსულით. თუმცა სწორედ ალ-შარაას წარსული არის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში მისი ფიგურის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიზეზი. აბუ მუჰამედ ალ-ჯულანის სახელით ცნობილი ალ-შარაა წარსულში სანქცირებული ჯიჰადი
ჯიჰადისტი იყო, რომლის სახელსაც ტერორისტულ საქმიანობას უკავშირებდნენ. მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში მისმა დაჯგუფებამ, ასევე საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფმა ისლამისტურმა ჰაიათ თაჰრილ ალ-შამმა ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხო, ის სირიის სათავეში მოვიდა. ალ-შარაამ მებრძოლის ტანისამოსის დასავლური სტილის კოსტუმით ჩაანაცვლა და სანქციების მოსახსნელად დიპლომატიური ძალისხმევა წამოიწყო. დეკემბერში დამასკოში ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალ-შარაას დაკავების სანაცვლოდ დაწესებული 10 მილიონიანი ჯილდო გააუქმა. სირია სხვადასხვა სანქციების ქვეშ 10 წლეულების განმავლობაში იმყოფება, თუმცა სანქციების ყველაზე ბოლო რაუნდი შეერთებულმა შტატებმა არაბული გაზაფხულის ამბოხების დროს დააწესა, როდესაც ბაშარ ასადმა მისი რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებული ხალხის მიმართ სასტიკი ძალა გამოიყენა. შეერთებულ შტატებს აქვს ჩვევა დააწესოს სანქციები და არასდროს გააუქმოს ისინი სრულად. პრეზიდენტმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რადგან სასწორზე ძალიან ბევრი რამ დგას და ყველაფერი შეიძლება ძალიან არაპროგნოზირებადი გზით შეიცვალოს. სირიისთვის შეზღუდვების გაუქმების შესაძლებლობაზე მსჯელობენ ევროკავშირშიც. გასულ კვირას აჰმედ ალ-შარაას პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოუწოდებს ევროკავშირს არ გაახანგრძლივოს სირიის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. ამასთან საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ სირიის ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ყველა სირიელი განურჩევლად მათი მრწამსისა. ამგვარად მან მიანიშნა დასავლეთ სირიაში მარტში რელიგიური ნიშნით ასობით ადამიანის უმეტესწილად ალავიტების მკვლელობაზე. აღსანიშნავია, რომ ალ-შარაა გაეროს სამოგზაურო შეზღუდვების ქვეშ იმყოფება და პარიზში სირიის პრეზიდენტის მისაღებად საფრანგეთს გაეროსთვის გამონაკლისის დაშვების თხოვნა მოუწია.